მუსიკოსების აქციაზე ვისაუბრებ, რომლებიც გუშინ კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, თუმცა სანამ უშუალოდ აქციაზე საუბარზე გადავალ, მინდა რომ გავიხსენო ესეთი ამბავი დაახლოებით ერთი კვირის წინ ქართულმა მუსიკოსებმა გაავრცელეს მანიფესტი, რომელსაც ხელს აწერდა 100-მდე მუსიკოსი და აქ გამოხატეს მათ, რომ ისინი ყოველთვის დგანან თავიანთი ხალხის გვერდით. ეს 100-მდე მუსიკოსი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის ერთ-ერთი საყვარელი არტისტები არიან, მათ შორის ჩემიც და მათი განცხადება იყო, რომ ისინი ყოველთვის თავისუფლების მხარეს დგანან და არასდროს მიატოვებენ თავიანთ ხალხს ამ ბრძოლაში და ერთი მონაკვეთი მინდა აქედან წავიკითხო. ჩვენ მუსიკოსები პროტესტს უცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე. გმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მოროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებას და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. ეს იყო ერთი კვირის წინ მათი განცხადება. ახლა კი გუშინ შუადღის 2 საათზე ისინი შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, საიდანაც ისინი მოდიან, ესე ვთქვათ, ყველას ის იყო, რომ ყველანი აქედან მოვდივართ ამ შენობიდანო და მთავარი მოთხოვნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც მათ გუშინ გააჟღერეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, იყო მათი კოლეგის, პიანისტი ანრი კაკაბაძის გათავისუფლება, რომელიც არის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი და 2 დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქციაზე ის დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ემუქრება. მუსიკოსები ამბობენ, რომ მათი კოლეგისთვის ეს არის ორთვიანი დანაკარგი თავის კარიერაში და პროფესიაში, რომელშიც ახლა ვითარდება. შესაბამისად, სწორედ ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და ასევე მათი მოთხოვნა იყო კონსერვატორიის რექტორისგან, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია მისი სტუდენტის გათავისუფლებასთან და ასევე სხვა მრავალ უკანონოდ დაკავებულ ადამიანთან დაკავშირებით. მოვისმინოთ ახლა მუსიკოსების კომენტარი. ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის, მე მუსიკოსი ვარ და ჩვენი კოლეგის ანრის განთავისუფლებას, რომელიც სრულიად უმიზეზოდ გადაწყვიტეს, რომ ჩაესვათ ციხეში 2 თვით, რაც არის შეიძლება ითქვას, რომ დამღუპელი ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ სრულიად უმიზეზოდ თავის კარიერის 2 თვეს ართმევენ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ანრი კაკაბაძე, კონსერვატორიის სტუდენტი, უსამართლოდ დაჭერილი სტუდენტი, რომელიც არის ამ ბინძური სისტემის მსხვერპლი და უბრალოდ აი ესე თითით ამორჩეული ადამიანი. წესით ეხა მე უნდა მქონდეს გაკვეთილები, მაგრამ დგევარ აქ, იმიტომ რომ უნიჭიერესი ბიჭი, რომელიც აქ სწავლობს, არის დაჭერილი და სამწუხაროდ ვიღაცა ბუბუკები და კრიმინალები არიან დათარეშობენ და დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ. ეს არის ტერორი, ხო? ეხლა პიანისტის დაჭერა, მსახიობის დაჭერა, ეს ხო საჩვენებელი, ძალიან ესეთი სცენარია სუფთა საბჭოთა. ყველანაირად მეთოდები არის რუსული და ყველანაირად აბსოლუტურად მოიხსნეს ყველანაირი ნიღაბი. ეს თვითმარქვია, არალეგიტიმური ხუნტა გადასულია უკვე წამებაზე და არ ვიცი, პიანისტებს იჭერენ. ცხადია თავიანთი კოლეგის გათავისუფლებასთან ერთად მუსიკოსებს აქვთ უფრო გრძელვადიანი მოთხოვნებიც ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიმართ. ერთ-ერთი მათგანი არის ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება, რომელთა რიცხვით გადაცდა 400 დიდი ხანია უკვე და ასევე ხელახალი არჩევნები, ამ დარგის წარმომადგენლებიც ითხოვენ მმართველი პარტიისგან ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. მოვისმინოთ ეს კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ყველა პატიმარი და შემდეგ დაინიშნოს არჩევნები. თავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამ 2 კვირის განმავლობაში არის ხელახალი არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, რომელსაც ვითომ ვერ იგებს მთავრობა. მართალია ის თავის ტელევიზიებს ჩვენ ხმას არ აგებინებენ, არც რაოდენობას ანახებენ, მაგრამ ჩვენი ხმამათ იციან. ეხა არის იმათი პასუხი და იმათი პასუხი არ არის, რომ აქციის დარბევით მეორე დღეს გამოდიხარ და მადლობას უხდი შესსს. პასუხი გვინდა ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ვართ თქვენი ქვეყნის მაცხოვრებლები და დროა რომ პასუხი გაგვცეთ. აქაც ყველგან ისმის ერთი და იგივე მოთხოვნა, ეს არის ყველას განთავისუფლება ამ ხალხის ნებისმიერი რაღაცა იმის გარეშე, რაღაცა პირობების და დანიშნა არჩევნების.
მუსიკოსებს ვკითხეთ ასევე იმ უპირატესობების და ღირებულებების შესახებაც, რაც ამ დარგს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანოს და მათი პასუხი არის ასეთი, რომ თუ საქართველო გააჩერებს ნამდვილად ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ძალიან ბევრს დაკარგავს ეს დარგი, მათ შორის ერთ-ერთი იქნება კონსერვატორიის სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეჩერება და ასევე, რა თქმა უნდა, ქართული მუსიკის, ქართული შემოქმედებითი დარგის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. ამ ხრივაც საკმაოდ კრიტიკულები არიან მუსიკოსები და ახლა მინდა რომ ამ თემასთან დაკავშირებული კომენტარი მოусმინოთ. საქართველო ესეთი პატარა ქვეყანა, ყველა დარგში რო ყავს ესეთი ადამიანები და განსაკუთრებით მუსიკაში, რომელიც ჩვენს სახელი გააქვს სოფლიოს მასშტაბით და ძალიან დიდ წარმატებას ვაღწევთ, გაქრება უბრალოდ დროშაც, ქვეყნის სახელიც. ქვეყანა ყველაფერს დაკარგავს. უკვე ჩანს, რასაც დაკარგავს, იმიტომ რომ აბსოლუტურად რეპრესიული სახელმწიფო გახდა, პოლიციური პლუს ეს ნიღბებით რო არიან, გინდ პოლიციელები და გინდ ეს ვიღაც ხალხი რო დადიან, ეს ხო ეს ნიღაბი არ არის, ეს არის მაგათი სახე. კონკრეტულად რო ვისაუბრო, რა დაკარგავს კონსერვატორია, ეს არის ერასმუსის გაცვლითი პროგრამა, რაც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ეს არის უდიდესი ტრაგედია. მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მხოლოდ 2022-2023 წლებში 30-მდე სტუდენტი თბილისის კონსერვატორიიდან წავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ კონსერვატორიებში და იქ ისწავლეს სრული დაფინანსებით და მოხმარებით. ეს უნდა ითქვას, რომ ეს არის უბრალოდ დახმარების გზა და ეს არის мотиваცია, რაც გააჩნია დღეს კონსერვატორიას. ხო, ასეთი იყო გუშინდელი აქცია, ასეთია მათი მოთხოვნები, ასევე ჩვენს მოყურებელს შევახსენებ, რომ დღესაც გამართავენ მუსიკოსები თავიანთ საპროტესტო აქციას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის დგანან რუსთაველის გამზირზე, დღეს კონსერვატორიიდან დაიძრებიან 2 საათზე და კულტურის სამინისტრომდე გამართავენ მარშს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას.